ევროკავშირი ემზადება ომისთვის. ემზადება იმისთვის, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს. უნდა იყოს ძლიერი, მზად იმისთვის, რომ თუკი პუტინი ან რომელიმე სხვა ლიდერი გადაწყვეტს, რომ ევროკავშირის საზღვრებს შეუტიოს, დახდეს მზად, რომ შეინარჩუნოს თავისი მშვიდობა. იმით, რომ იყოს ძლიერი, კონდეს გამართული, უზრუნველყოფილი ლოჯისტიკა და რაც მთავარია, იყოს ეფექტური ყველა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ევროპის გადაიარაღება ნიშნავს იმას, რომ მათ გააჩნიათ ამბიცია გახდნენ მსოფლიოში წამყვანი ძალა. ნახოთ, შეძლებენ ამას თუ ვერა, ვინმე კიდევ ერთხელ შეუშვეს ამ ყველაფერში ხელს თუ ვერ შეძლებენ. ფაქტია, რომ სამყარო ყოველ წამს ნამდვილად იცვლება. იცვლება მიდგომები და პოზიციები, იცვლება პოლიტიკა და აზრები. ფაქტია, რომ დღეს ევროპას ღვიძავს და ღვიძავს იმდენად ძლიერ, რომ აქამდე მსგავსი შემთხვევა ჩვენ არ გქონია. ევროპა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ომი მის კარზე კიდევ უფრო ახლოს მიიღოს, ვიდრე ახლა უკრაინის შემთხვევაში. ეს მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინი თუ სხვა მსგავსი ლიდერი შეუტევს ევროპის უსაფრთხოებას. ევროპას თუ კი რამე მიაყენა დიდი ზიანი, ეს იყო ტოლულების შემოსევა, ეს იყო გაზზე დამოკიდებულება რუსეთზე. ეს იყო უზრუნველი ცხოვრებაზე მიჩვევა და უარესთმა თავდაცვაზე და იმედად ყოფნა, რომ ამერიკა მათ დაიცავდათ. ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირი და ევროპა სხვა რეალობაში ცხოვრობს და ისინი მზად არიან ამ რეალობას თვალი გაუსწორონ. 500 მილიონი ევროპელის თხოვს დახმარებას 300 მილიონიან ამერიკას, იმისთვის რომ თავი დაიცვას 140 მილიონიანი რუსეთის აგრესიისგან. თუ წევრი ქვეყნები გაზრდიან თავიანთი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.5%-ის ოდენობით თავდაცვის ხარჯებს, 4 წლიან პერიოდში 650 მილიარდამდე მოხდება თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, ხოლო დარჩენილ 150 მილიარდს ევროკომისია მიიღებს გაზცემს ცეცხლის გრანტის სახით. ევროკავშირის ქვეყნებს ჯამურად გააჩნიათ 30 განსხვავებული მოდელისა და ტიპის ტანკი, 20 განსხვავებული ტიპის ბომბდამშენი და 27 განსხვავებული ბაზა შტაბი წევრი ქვეყნების სახით. ევროკავშირს აქვს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ იყოს მსოფლიოში პირველი ძალა, თუმცა ამის პირდაპირ თუ ირიბი მოწინააღმდეგე აშშ-ია. რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, აშშ-ის ბოლოდროინდელი არასტაბილურობა და პოლიტიკური ელფერის ცვალებადობა და ჩინეთის ეტაპობრივი, მაგრამ მაინც სწრაფი აღზევება საჭიროს ხდის კარგად მივიწყებული აზრის გაცოცხლებას. ევროპის არმიის შექმნა კვლავ დღის წესრიგში დგას. ფაქტია, როგორც კი ამ საკითხზე დაიწყო საუბარი და საჭირო გახდა უკრაინის თავდაცვაზე ევროკავშირის მხრიდან მეტი ზრუნვის გამოხატვა, გაიზარდა სამხედრო კონცერნების აქციების ფასი და მათზე მოთხოვნაც კი. რამდენად შესაძლებელია მოხდეს ისეთი რამე, როგორიცაა მილიონნახევრიანი მუდმივ მოქმედი ჯარი, 10,000-ობით ტანკი და სხვა სახის საბრძოლო აღჭურვილობის ქონა წარმოება, 1000-ობით მაღალი კლასის ვერტმფრენი და ბომბდამშენი, გამოცდილი მწარმოებლების ჯარი და აურაცხელი ტყვია წამლის წარმოება ქონა. სიტყვიერად საკმაოდ მომხიბვლელია და მოსასმენად ბევრისთვის სასიამოვნოც კიდევ. თუმცა, რამდენად შესწევს ძალა და უნარი ევროკავშირის შექმნას ევროპის არმია? ან უნდათ კი მსგავსი იდეის რეალიზება და განხორციელება? ან როდიდან გახდა საჭირო თავდაცვაზე ასეთი დოზით ყურადღების მიქცევა და ფიქრი? იმისთვის, რომ ევროპული ჯარი შეიქმნას, საჭიროა პირველ რიგში ევროკავშირს ჰქონდეს წვდომა წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე და განსაზღვრავდეს მას და ასევე ჰქონდეს წვდომა შეიარაღებული ჯარების სისტემურ მართვასთან. რაც საჭიროა იმისთვის, რომ ჯარის მოქმედება იყოს დროული და ერთიან სისტემაში ინტეგრირებული. მსგავსი მასშტაბით ევროკავშირის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით წევრი ქვეყნების პოზიცია ერთიანია. ყველა წევრი წინააღმდეგია, რომ მის შიდა საქმეებში ევროკავშირის ფაქტობრივად ულიმიტოდ ჰქონდეს წვდომა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი იდეის განხორციელების მიმართ წინააღმდეგნი არიან, რაც იმას გულისხმობს, რომ გარკვეულ საკითხებზე ჰქონდეთ მსგავსი მიდგომა, მსგავსი სისტემა. უფრო კონკრეტულად კი შესაძლებელია ევროპული არმიის შექმნა თითოეული ქვეყნის ეროვნული ჯარის ჩანაცვლების გარეშე. ევროპული არმია ერთგვარი ჰიბრიდული არმიაა, რომელიც ეროვნული ჯარების ჩანაცვლებელი კი არა, მისი შემავსებელი უნდა იყოს. დღეს მდგომარეობით ევროპის მთავარ დასაყრდენს არმიების სიძლიერის მიხედვით წარმოადგენენ საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთიც, მიუხედავად იმისა, რომ ის კავშირის სიგებში არ შედის. ევროპული არმიის მთავარი საყრდენი ძალა სწორედ ეს ქვეყნები იქნებიან. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ევროპული არმია ერთი რომელიმე ქვეყნის დაქვემდებარებაში არ არის და არც იქნება. ის ეკუთვნის და მის ოპერაციებს განსაზღვრავს ევროკავშირი. საწყის ეტაპზე ევროპული არმიის რაოდენობა განსაზღვრულია 100,000-იანი კონტინგენტით, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ევროპის კონტინენტზე განთავსებული 100,000 ამერიკელი ჯარისკაცი და ეს იდეა არც ახალია და არც პირველად გაჟღერებული. ეს აზრი პირველად 1998 წელს გაჟღერდა, როდესაც საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პირველი პირები შეთანხმდნენ 60,000-იანი სწრაფად მოქმედი ჯარის შექმნაზე, რათა ევროპული კრიზისები საჭიროების შემთხვევაში თავად ევროპასა და ევროკავშირის გადაეწყვიტა, თვითონ უშუალოდ ევროკავშირს გადაეწყვიტა. ეს აზრი და იდეა საკმაოდ ამბიციური იყო, მაგრამ არ იმუშავა შემდეგი მიზეზების გამო.
პოლიტიკური ნების ნაკლებობა იყო ძალიან მაღალ დონეზე. ევროკავშირის ქვეყნები თავს არიდებდნენ საჭირო რესურსების გამოყოფას, იყო გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ემოქმედა მსგავს დანაყოფს ნატოს ალიანსის კვალდაკვალ. ასეთი საჯარისო ნაწილის ჩამოყალიბება ხომ ნატოს დუბლირებას ქმნიდა და მის მნიშვნელობას ფაქტობრივად ძირს გამოუთხრიდა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. და მესამე, აშშ იყო ამ იდეის განხორციელების წინააღმდეგი, რადგან ამ იდეის რეალობაში მოყვანა შეამცირებდა ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების გავლენასა და მასზე დამოკიდებულებას. თუმცა ყველაფერი დროთა განმავლობაში იცვლება. რაც შეეხება უკვე ნახსენებ 100,000-იანი არმიის შექმნის იდეას, უკვე შემუშავებული არის გზები და სტრატეგიები თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი სისტემის მუშა ვერსიის შექმნა. პირველ რიგში უნდა მოხდეს ერთიანი დოქტრინის შემუშავება და გადამზადების პროგრამები, რითაც არმიის მოქნილობასა და ეფექტურობას გაზრდიან და არმიაში მყოფი ხალხი იქნებიან პროფესიონალები. გარდა ამისა, შეუფერხებლად მოხდება ინფორმაციის გაცვლა და დროული ქმედებაც, საჭიროების შემთხვევაში რა თქმა უნდა. მეორე ეტაპზე საუბარია გამოცდილ ოფიცრებზე, რომელთა რეკრუტირებაც უნდა მოხდეს არსებული ევროპული ქვეყნებიდან. რაც შეეხება არმიის რიგების დაკომპლექტებას, ევროკავშირი შეესაბამებს მაღალ ხელფასებს პერსონალს, ჯარისკაცებსაც შეიძლება უმეტესად გათვლილი იყოს ევროპის უფრო ღარიბ ქვეყნებზე, მაგალითად აღმოსავლეთ ევროპაში მაცხოვრებლებისთვის. მსგავსი მიდგომა არაპირდაპირ მნიშვნელობით საშუალებას მისცემს ევროკავშირს შედარებით ღარიბ ქვეყნებში განახორციელოს ინვესტიცია. ასევე რეკრუტირების პროცესში შეუძლიათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებიდანაც ჩაერთონ და სანაცვლოდ ევროკავშირის მოქალაქეობა ან მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსი მიიღო. ენობრივი ბარიერის გადასალახად იქნება ინგლისური ენის ოდნა სავალდებულო, რაც ევროპის კონტინენტისთვის უცხო არ არის. ყველაზე დიდი გამოწვევა ხელმძღვანელი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელსაც შეიძლება ზედამხედველობა გაუწიოს როგორც ევროპის არმიას, ისე ქვეყნების ეროვნულ არმიებს, კოორდინირებული მუშაობისთვის, რა თქმა უნდა. ნატოს მისია ევროკავშირისა და მისი ბაზების ხელმძღვანელი უმეტესწილად აშშ-ს წარმომადგენელია და შესაბამისად საჭიროა ისეთი კადრის ან კადრების მოძიება, რომლებიც ევროპის არმიას გაუწევს კოორდინაციას და იქნება თანხმდრაში ნატოს მისიასთან. თუმცა მისგან დამოუკიდებლად. იმ შემთხვევაში თუ ნატოს რომელიმე ქვეყანა ჩაერთვება რომელიმე კონფლიქტში, მაგალითად რუსეთის წინააღმდეგ, ევროპის არმია თავის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, რაც ნატოს და აშშ-ს კიდევ უფრო აძლიერებს, რადგან ევროპის არმიის სახით დამოუკიდებელი სტრუქტურა ეყოლებათ პარტნიორად. გავიგეთ, რომ ევროპის არმია და მისი სტრუქტურა იქნება ნატოსთან ინტეგრირებული, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია ხელმძღვანელობა და ის თუ როდის და სად უნდა მოხდეს არმიის განლაგება. როგორც ამბობენ, ეს პუნქტია ყველაზე დიდი გამოწვევა სხვა ჩამოთვლილ კომპონენტებთან შედარებით. საფრანგეთში ჯარის განთავსებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი, გერმანიაში კი ბუნდესტაგი, პარლამენტი. ევროკავშირს მსგავსი უფლებამოსილება არ გააჩნია არც ევროკომისიას და არც ევროპარლამენტს. ამისთვის საჭიროა ევროკავშირის რეფორმა, მთავარი დოკუმენტის შეცვლა, რაც დამატებით ყველა წევრი ქვეყნისგან რატიფიცირებას მოითხოვს. ანუ პარლამენტის თანხმობას და ეს პროცესი შეიძლება წლებიც კი გაგრძელდეს. ამის ნაცვლად შესაძლებელია მიეცეს ევროკომისიას გაფართოებული უფლებამოსილება, რადგან ის მოიცავს ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერს და ისინი როგორც არჩეული ლიდერები ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე. თუ ევროპის არმიის მიზანი ევროკავშირის საზღვრების დაცვა, შესაძლებელია იხელმძღვანელონ ლისაბონის ხელშეკრულების 42 პუნქტის მე-7 ნაწილის თანახმად, რაც გულისხმობს, რომ თუ რომელიმე წევრი ქვეყანა გახდა შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი, ყველა სხვა წევრი ქვეყანა ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სახის რათა წარმოებული აგრესია აღმოიფხვრას. გამოვიდა, რომ ევროპის არმიის ხელმძღვანელი ორგანო შესაძლებელია იყოს ევროკომისია, რომელსაც შეიძლება გადაწყვეტილების უფრო სწრაფი სახით მიღება და მეტად ეფექტურიც იქნება. მაგრამ არის კი მსგავსი სისტემის შექმნა რეალური. იქნება ყველა წევრი ქვეყანა თანახმა, რომ მსგავსი გაერთიანება და საერთო არმიის ჩამოყალიბება მოხდეს. დღეს მდგომარეობით ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სლოვაკეთი და უნგრეთი თითქმის ყოველ ჯერზე მსგავს ინიციატივებს ადებენ ვეტოს. რადგან სრული თანხმობა არ არის, ან შეიძლება ვერც მოხერხდეს მსგავსი რამ, ალტერნატიული მიდგომით მაინც მოხერხდება ევროპის არმიის იდეის განხორციელება. ამის კარგი მაგალითია შენგენის ზონა, რომლის ზონაშიც რამდენიმე ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ შედის. ასევე შეიძლება მოხდეს არმიის ჩამოყალიბების მიმართაც, ვისაც სურს, ის მიიღებს მასში მონაწილეობას და მასზე გავრცელდება ყველა ის პირობა, რასაც მიიღებენ და ვისაც არ სურს, ის დარჩება ამ ევროპული არმიის ხოლგის მიღმა. შემდეგი ეტაპია უკვე იმის გარკვევა, თუ რა სახის რა ოდენობით კონტრიბუციის გაწევა მოუწევთ მონაწილე ქვეყნებს. იმისთვის, რომ რიგები შეივსოს და სისტემა სრულყოფილად დამუშავდეს. ამისთვის საჭიროა მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-მდე დახარჯვა თავდაცვაზე, საიდანაც 2.5% წავა ეროვნული თავდაცვის უნარიანობის გაზრდაზე, ხოლო 1% რეკრუტირდება ევროპის არმიისთვის. ზოგიერთ ქვეყანას უფრო მეტი საბრძოლო მასალის რესურსი ექნება, ზოგიერთს მეტი ფიზიკური წარმომადგენლობა. ჯარისკაცების სახით, ხოლო შედარებით სუსტ ქვეყნებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი თავდაცვა სრულად დაუკავშირონ ევროპის არმიას. დღეს მდგომარეობით ფიქრობ ნამდვილია იმაზე საუბარი, რომ ნატოს საპირწონე ძალა შეიქმნება, თუმცა მსგავსი მიდგომით ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის უნარიანობა ნამდვილად მნიშვნელოვან გაიზრდება.
ფაქტია, უკრაინაში დაწყებული რუსეთის აგრესიამ შედეგებს იმკის და ევროკავშირი და ევროპა გაიღვიძა და იღვიძებს. ფაქტია, რომ ევროკავშირს გაუჩნდა განცდა და ამბიცია, რომ თავის თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო მეტად დახუჭოს და გაზარდოს. იმისთვის, რომ არ იყოს დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე და მის პრეზიდენტებზე, რომელთა ხასიათით შეიძლება ყოველ 4 წელიწადში ერთხელ შეიცვალოს. ამიტომ ევროპას მოუწევს უფრო მეტი ხარჯების გაწევა თავდაცვაზე, უფრო მეტი ეფექტურად მუშაობა და უფრო მეტი კოორდინაცია ყველა იმ ქვეყანასთან, ვინც ევროკავშირში არის, ან ვისაც ექნება სრული რომ შეიქმნას ერთიანი ევროპული არმია. ამ გზით შესაძლებელია ევროკავშირს მიეცეს შანსი საკუთარი უსაფრთხოება თვითონ უზრუნველყოს ყოველგვარი სხვა დანამატების და სხვა ქვეყნების იმედად ყოფნის გარეშე. ევროკავშირი ემზადება ომისთვის. ემზადება იმისთვის, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს. უნდა იყოს ძლიერი, მზად იმისთვის, რომ თუკი პუტინი ან რომელიმე სხვა ლიდერი გადაწყვეტს, რომ ევროკავშირის საზღვრებს შეუტიოს, დახვდეს მზად, რომ შეინარჩუნოს თავისი მშვიდობა.